მას მეზღვაურობა უნდოდა, თუმცა ჯერ არ გეტყვით ვის, საბოლოოდ ცნობილი მუსიკოსი გამოვიდა, რომელიც ქართულ მსმენელში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. რა გზა გაიარა ბათუმიდან თბილისის საკონცერტო დარბაზამდე და რა არის მისთვის მუსიკა. ზვიად ბოლქვაძის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი თიკო ხახუტაშვილი მოგვიყვება. ხანდახან ზვიად ბოლქვაძე უშლის მუსიკას ნერვებს. მიბრაზდება ხოლმე ხანდახან მერე და მერე ვეძებ. მინდა რომ პატიება უთხოვო, მაგრამ ხანდახან ყურს არ მიგდებს ხოლმე. მახსოვს რომ სულ მღეროდი რა. აი სულ ღიღინებდი მღეროდი. მახსოვს რომ თითებს ვერ ვაწვდენდი გიტარას და ძალიან განვიცდიდი ამას. მინდოდა დაკვრა. და პატარა თითები მქონდა, გიტარა დიდი იყო. მერე იყო ფიქრი. მუსიკა თუ სხვა რამ. მერე მუსიკამ გადაწონა. ბათუმში სიმღერა სევდიანი, იმიტომ რომ სულ მენატრები. აქ რომ ვარ მაშინაც მენატრები. იმიტომ რომ ბათუმში იყო ბავშვობა. ბავშვობას ვეღარ დავიბრუნებთ. მინდა რომ ეს აჭარული შინაგანი ბუნება, რაღაცა კულტურა რაღაც მე ჩემებურად მივაწოდო მსმენელს და ამიტომ რაღაც ეტაპობრივად იქნება ხოლმე რაღაც აჭარულ ყაიდაზე სიმღერები. აგერ ბატონო, წვიმა, დავშველდით კიდეც. ეს თქვენი პატარა ქოლგა მასველებს რა. ხო და ბათუმში უნდა კონდეს ორკაციანი ქოლგა. ხანდახან ვინმე შეიფარო კიდეც, ეს რა ეგოისტური ქოლგაა რა არის. იყო პერიოდი, როდესაც ადრე თბილისში სტუდენტობის დროს ძალიან იშვიათად წვიმდა. იშვიათად ძალიან, თვე გადიოდა. რომ აი ნალექი არ იყო საერთოდ და სპეციალურად რამოდენიმეჯერ ჩამოსულ ვარ ბათუმში, რომ წვიმა ენახა. ხო, ცოტა ეხა გადაჭარბებით თუ არ ჟღერს, ასე იყო. მართლა იყო ასე. მე მეშინია დამშრალი ღერის თოვლის ქვეშ. ადრე მიყვარდა ხოლმე სტუდენტობის დროს აუცილებლად გემებთან გასვლა. მარტო ზღვის ნაპირზე კი არა. აი სანაპიროზე, სადაც მეთევზეები არიან, ბევრი ნავები და გემები. რაღაც ძალიან კარგად მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე და დღესაც მიყვარს. როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს, ვაი თუ ისევ დავო. შემოდგომა ბათუმში არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ აი რაღაც დაღლილია და ისვენებს რა. გავიხვიძო და აღარ ვეწამო. არ მომწურდე და ამ ქალაქმა მომცა ძალიან ახლო მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები. ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული სოფელში. დებიასთან და ბაბუასთან. არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო შენი დაშლაფერე. დიდად ვერ გამოვირჩეოდი ისეთი საქმეებით და ჩემს იმედად არ იყვნენ, მაგრამ წყალი მაინც მიმქონდა ხოლმე მათთვის. დაღლილი უფროსებისთვის წყალი მიმქონდა ხოლმე, წყაროს წყალი. ალბათ უმღეროდი მე. თან მართალი გითხრათ, სულ უმღეროდი ხოლმე, სულ. და მახსენდება, რომ აი როცა ავდიოდი, ამ შემთხვევაში ასე ვამბობთ ხოლმე, იმიტომ რომ მთაში ავდიოდით, სოფლად ყველა მიცოდა რომ
მე უკვე სოფელში ვიყავ, იმიტომ რომ სადღაც მაინც ამომამღერდებოდა ხოლმე. სხვა ბევრ რამეზე გვაფიქრებს. რომ ხანდახან უნდა ვიფიქროთ და ფრთხილადაც უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი ღმერთია დამოკიდებული და ყოველი დღე არის საჩუქარი და არ ვიცით ხვალ რა იქნება. და არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, ჩვენზე ძლიერი ძალა და ისე მეტი მოგრძალება. ხო, კიდევ ჩემთვის არის ზღვა მონატრება, ნოსტალგია. მე პატარა ვიყავი და ჩემი ძმა უკვე შორეულ ნაოსნობაში იყო და სულ მენატრებოდა და ველოდებოდა. თქვენ არ გიფიქრიათ მეზღვაურობაზე? კი, ეხლაც ვეხვეწები წამიყვანე მეთქი რა. წამიყვანე თქო. იმღერებ რამე. არა. ესე მარტივი არა.